რატომ არის დემოკრატია ასეთი ცუდი? საქმე იმაში კი არ არის, რომ დემოკრატია ცუდია, ის ძალიან სუსტია. დემოკრატია მმართველობის საშიში, ავთვისებიანი ფორმა, რომელიც მიდრეკილია ტირანიასა და ქაოსში გადაგვარებისკენ, ზოგჯერ ნელა, ზოგჯერ შოკის მომგვრელი, გულმკერდის არეში დამთრგუნველი სისწრაფით. ამერიკული დემოკრატია წარუმატებელი ექსპერიმენტია, რომელიც უნდა შეიცვალოს ანგარიშვალდებული მონარქიით, კორპორაციების მსგავსი. ეს კურტის იარვინია. თავის ამ ერთი შეხედვით გიჟურ შეხედულებებში მარტო არ არის. ის ახალ სოციალურ კლასს წარმოადგენს. ეს არის სოციალური ფენა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიურ ძალაუფლებას ფლობს. აქ შედიან მსხვილი კორპორაციების მფლობელები, მაგალითად ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი, ჯებ ბეზოსი, სილიკონ ველის ვეტერანები და ინვესტორები. და ისინი ამბობენ, რომ დემოკრატია სუსტი და არაეფექტურია. სახელმწიფო მმართველობა ძველია და წარუმატებელი. პროგრესს აფერხებს ერთიც და მეორეც. უნდა დაიშალოს და შეიცვალოს, მაგრამ იწვევს თუ არა კონფლიქტს. მსხვილი კორპორაციები და ოლიგარქიული ოჯახები დიდ რესურსებს ფლობენ. ისეთ ტექნოლოგიურ სუპერმწვერვალებზე დგანან, როგორიც არის Google, Facebook, Amazon, Apple, Tesla და ასე შემდეგ. მაგრამ არასრული გავლენები აქვთ პოლიტიკაზე. დამოკიდებულნი არიან ამა თუ იმ სახელმწიფოს თამაშის წესებზე, რეგულაციებზე და კანონებზე. სახელმწიფო ფოკუსირებულია ქვეყნის ინტერესებზე, საზოგადოების საჭიროებებზე. ვალდებულია დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, ითამაშოს დემოკრატიული თამაშის წესებით. მის ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი არჩევნების გზით. ახალი ელიტა გამოხატავს კორპორაციულ ინტერესებს. დამოკიდებულია არა დემოკრატიაზე, არამედ ბაზარზე. მის ლეგიტიმაციას განსაზღვრავს არა მოქალაქე, არამედ ინვესტორი. ორიენტირებულია არა ტრადიციულ ღირებულებებზე, არამედ მოგებაზე. გამოდის, რომ სახელმწიფო სისტემასთან ამ ახალ ელიტას საერთო წერტილები თითქმის არ აქვს. კონფლიქტსაც სწორედ ეს იწვევს. ახლა მათ კულისებიდან უწევთ საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლა. დიდ რესურსებს და დროს ხარჯავენ ლობიზმში. მაგრამ სახელმწიფოს თუ ჩამოარღვევენ და დემოკრატიას შეცვლიან, კორპორაციულ მმართველობას დაამყარებენ, მოიპოვებენ ლეგიტიმაციას და ყველა მათი გადაწყვეტილებაც ლეგიტიმური გახდება. ყველა გადაწყვეტილებას ერთი მაღალი რანგის პირი მიიღებს. ის ერთი ილაპარაკებს, დანარჩენები მოვუსმენთ. მივიღებთ და დავემორჩილებით. ამიტომაც შეტევა სახელმწიფო სისტემაზე და ძველ პოლიტიკურ პლატფორმებზე იწყება. კორპორაციული მმართველობის სისტემა ითვალისწინებს ქვეყნის სათავეში ტექნოკრატიული მონარქიის, ასე ვთქვათ, აღმოცენებას, რომელიც დაექვემდებარება სწორედ კორპორაციული საბჭოს გადაწყვეტილებებს და ამ კორპორაციულ საბჭოში შევლენ ზუსტად ეს 15 უმძლავრი ოლიგარქიული ოჯახების წარმომადგენლები. სახელმწიფო, როგორც ეგეთი, როგორცაც ჩვენ ვიცნობთ თავისი სახელმწიფო ინსტიტუციებით, უნდა გაქრეს, უნდა ჩანაცვლდეს კორპორაციული მმართველობით და მოქალაქის მცნებაც უნდა გაქრეს. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ. ამ ყველაფერს ეყრებოდა საფუძველი ევროპის კონტინენტზე ძირითადად წლების განმავლობაში. ევროკავშირი კრიზისების შავი ხვრელი ხდება. ეს ძალიან გავს ვირუსულ ეპიდემიას. ყველა სახელმწიფომდე აღწევს და ყველგან ერთნაირი სიმპტომით მიდის. ეს იქნება პირველი დიდი კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. მაშინ ევროპამ იცოდა ვის ებრძოდა და რატომ. ნაციზმიც ხილული გამოწვევა იყო და ფაშიზმიც. ჰიტლერი ზღიად მოქმედებდა. ამჯერად ხალხი მტერს ვერ ხედავს. ის არ მოქმედებს გამომწვევად, არ იბრძვის დემონსტრაციულად, არ აცხადებს ღია ომს, ქმნის ხელოვნურ კრიზისებს. თავად არ ჩანს, რომ გამოჩნდეს მაშინ ყველა დაინახავს ვინ ებრძვის ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას, დემოკრატიას და სახელმწიფოს. მაგრამ როცა ხალხი კრიზისების ხაფანგშია, ფიქრობს, რომ ყველაფერი მართლაც ამ ძველი სისტემის ბრალია. ხელისუფლებას არ შეუძლია ეფექტურად მართვა. დემოკრატია ვეღარ უზრუნველყოფს კეთილდღეობას. ამიტომაც ის რაც იყო დროა შეიცვალოს. ახალი სისტემა გაჩნდეს, რომელიც ხალხის ყველა პრობლემას მოაგვარებს. ასეთი განწყობა უნდა შეექმნას ხალხს. რევოლუციური ცვლილებები თავად რომ მოითხოვოს. მთავარი კრიზისი, რომელსაც სახელმწიფოსთვის დამანგრეველი ძალა აქვს, სუვერენიტეტის კრიზისია. ამ დროს სახელმწიფო ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით არ იმართება. გადაწყვეტილებას ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და პოლიტიკური პარტიები არ იღებს. არამედ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, კორპორაციები. ისინი ადგენენ დღის წესრიგს. მათი გეგმა კი სახელმწიფოს დასუსტებაზეა ორიენტირებული. გერმანიის მაგალითს დავაკვირდეთ. თუ როგორ ასუსტებდნენ სუვერენიტეტ დაკარგულ ქვეყანას მისი ხელისუფლებები და როგორ აცლიდნენ მომავალს.
კანცლერი ანგელა მერკელი 2011 წელს ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის ფონზე ქვეყანაში ატომური ენერგიის ეტაპობრივად დახურვის გადაწყვეტილებას იღებს. მას კარგად ესმის, რომ ატომური ელექტროსადგურების დახურვა მრეწველობას დაარტყავს. ეს კი ჯერ ეკონომიკაზე აისახება, შემდეგ გერმანელების ცხოვრების ხარისხზე. ესმის, თუმცა იძულებულია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მერკელზე ქვეყნის შიგნით განსაკუთრებულ ზეწოლას არასამთავრობო ორგანიზაციები და მწვანეთა პარტია ახდენს. ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი 2021 წელს ხდება. გერმანიის ენერგოსისტემაში ატომური ელექტროსადგურების წილი მინიმალურია. მალე ბოლო სადგურიც გაითიშება. გერმანული მრეწველობა ატომური ენერგიის არარსებობის პირობებში სრულად რუსულ იაფ-გაზს და ქვანახშირს ეყრდნობა. 2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. გერმანიას აიძულებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ბერლინისთვის ეს სასიკვდილო გადაწყვეტილებაა, თუმცა ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მიღებულ ინსტრუქციებს ბოლომდე შეასრულებს. რუსულ იაფ-გაზზე უარს იტყვის. 2023 წელს ბოლო ატომური ელექტროსადგურიც დაიხურება. მთავარი შოლცისთვის Deep State-ის დღის წესრიგია. ამიტომაც მას გერმანული მრეწველობა და საკუთარი ხალხის ინტერესები არ ეტყობა, რომ აღელვებს. სუვერენიტეტის კრიზისიც ეს არის. შოლცი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი. გერმანელებმა აირჩიეს, მაგრამ Deep State-ის ინტერესებს ემსახურება. გერმანია ფაქტობრივად ელექტრომატარებლების გარეშე რჩება, რაც არის ამერიკიდან იმპორტირებული დეფიციტურია და ძვირი. კრიზისი მაშინვე იწყება. Volkswagen-ის ავტოქარხნები ჩერდება. მუშები ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ. იწყება გაფიცვები. იზრდება უმუშევრობა. სერიოზულ სირთულეებს აწყდება Porsche, BMW და Mercedes-ი. გერმანია აღარ არის გლობალური მოთამაშე. უკვე არც ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა. მიმზიდველობას კარგავს, რაც აქვს არათუ ავითარებს, ვეღარც აწარმოებს. რუსულ გაზსაც კარგავს და რუსულ ბაზარსაც. ეკონომიკური ზრდა ეცემა, ფასები იზრდება, ინფლაცია იმატებს, შედეგად ქვეყანა სუსტდება. მწვავე კრიზისის ფონზე გარედან მისი მართვა სულ უფრო მარტივი ხდება, იმიტომ რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად უკვე არც რესურსი ყოფნის და არც პოლიტიკური წონა. საფრანგეთში ენერგოკრიზისი კიდევ უფრო რთულად მიდის. ენერგიის 70%-ზე მეტი იქ ატომურ სადგურებზე მოდის. მაგრამ უკრაინის ომის და სანქციების ფონზე რუსეთი გადამუშავებულ ურანზე ფასს აძვირებს. 2022 წელს 56 სადგურიდან 30 საჩერებს. მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს. პარალელურად მზის და ქარის პროექტებს აფართოებს. შემდეგ მოხდა ის, რაც გერმანიაში. ენერგოდეფიციტი ზრდის ელექტროენერგიის ფასებს. მცირე და საშუალო ბიზნესი კოტრდება. სამრეწველო სექტორი კრიზისში იძირება. ქიმიური მრეწველობა, მინის და ფოლადის წარმოება, ფარმაცევტიკა ჩამოშლის პირას არის. ბევრი საწარმო ჩერდება, უმუშევრობა იზრდება. იწყება ტრადიციული ენერგიის შემცირება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა და სწორედ აქ ჩნდება კრიზისის ხელოვნურობაც. ევროკავშირი ადრე გავლენიანი პოლიტიკური პლატფორმა იყო, მოწინავე ეკონომიკით, ძლიერი ლიდერშიპით. მაგრამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას საკუთარი ინტერესები აქვს. მათ სუვერენული და დამოუკიდებელი პლატფორმა არ სჭირდებათ, რომ დაასუსტონ, მის ეკონომიკას ძალა უნდა გამოაცალონ. დაატყეს ყველაზე მტკივნეულს იმ ქვეყნებს, რომლებიც ასაზრდოვებდნენ ინდუსტრიალურად ევროკავშირს, პირველ რიგში გერმანიას, შეუწყვიტეს შესაძლებლობა იაფი ენერგომატარებლები შემოეტანათ იგივე რუსეთიდან. ძალას ენერგომატარებლები ქმნიან. ამიტომაც სჭირდებათ ენერგოკრიზისი. რა უნდა გააკეთონ იციან. კრიზისის პიკად შეიძლება 2021 წლის 11 დეკემბერი ჩაითვალოს. სწორედ მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ურსულა ფონ დერ ლაიენი იკავებს. და უკვე 10 დღეში ევროკავშირის თითოეული წევრი მკაფიო დირექტივას მიიღებს. ძველი ენერგოსისტემები უნდა მოიშალოს და ახალი დაინერგოს. ბრიუსელი აფინანსებს მწვანეთა მოძრაობებს, ქმნის ეკო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყიდულობს ევროპარლამენტარების ხმებს. ასე იწყება მწვანე პოლიტიკის ლობირება. ფული ჩაიდება კონსერვატორების გაჩუმებაში, ექსპერტების მოსყიდვაში, ფართო პროპაგანდაში, განახლებადი ენერგეტიკის ლობირებაში. სკანდალი რამდენიმე კვირის წინ გასკდება. ყველა რწმუნდება, რომ მწვანე პოლიტიკა სინამდვილეში დივერსიული აქტია და არა ეკოლოგიაზე ზრუნვა. მაგრამ ჯერ ყველა მხოლოდ მწვანე პოლიტიკის სარგებლიანობაზე საუბრობს. გარემოს ხომ დაცვა სჭირდება. ეს კი ნიშნავს უარს გაზის მოხმარებაზე, ქვანახშირის გამოყენებაზე, ატომური ელექტროსადგურებით სარგებლობაზე. ეკონომიკის მუშაობის ტრადიციული მეთოდები მზემ და ქარმა უნდა ჩაანაცვლოს. ერთი შეხედვით მშვენიერი იდეაა. კლიმატზე ზრუნვა, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა, ენერგოდამოუკიდებლობა. ვინ შეიძლება ამ თეზისების წინააღმდეგ წავიდეს? მაშინ ევროპელები
ევროპელებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ დივერსიაა და მალე ევროპის ეკონომიკას მოარყევს. ევროპელებს კი ცხოვრებას გაურთულებს. ვინც ხვდება? ექსპერტები და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები მედია პლატფორმებს უკეტავენ, ტრებად აცხადებენ. შედეგად კი ევროკავშირის ეკონომიკა სუსტდება. ევროსაქსის მონაცემებით 2024 წელს ევროზონის ეკონომიკური ზრდა 0.4%-მდეც კი ვერ აღწევს. 2000 წელს ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენდა. მაგრამ ბოლო წლებია 0%-ს ვერ აცდა. ამდენად ეს კრიზისი მოულოდნელი არ ყოფილა. ის საგულდაგულოდ მზადდებოდა. 2025 წლის 28 აპრილს ესპანეთს, პორტუგალიას, ანდორას, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უწყდება. 5 წამში ყველაფერი მწყობრიდან გამოდის. ტრანსპორტი ჩერდება, ფრენები წყდება, ყველა სერვისი ითიშება. ბლეკაუთში მილიონობით ადამიანი ზარალდება. ძირითად დარტყმას იღებს ესპანეთი და პორტუგალია. იმ მომენტისთვის იქ მეტწილად სწორედ მზისა და ქარის გენერატორებია ჩართული. გამოძიება იწყება. მწვანეთა მოძრაობები დუმან. ხელისუფლებები არაფერს ამბობენ. ბრიუსელი არაფერს იმჩნევს. რა მოხდა ან რატომ ოფიციალურად ცნობილი არ არის. თავის დროზე მწვანე პოლიტიკას მხარს რა თქმა უნდა ესპანეთიც დაუჭერს. თანაც იმდენად აქტიურად რომ მთელი ფსონი ამინდზე, ქარზე და მზეზე დაიდება. მაგრამ ქარის სადგურები და მზის პანელები ზოგჯერ არ მუშაობენ. ზოგჯერ არც ქარი ქრის და არც მზიანი ამინდია. ამინდი არასტაბილურია. ეს აღმოჩენა არ არის. წესით ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანოს. თუმცა ესპანეთის ხელისუფლება ბრიუსელის პოლიტიკის წინააღმდეგ ვერ მიდის. ბოლო შანსსაც არ იყენებს. ბლეკაუთის შემდეგაც კი ვერ ამბობს, რომ ფონ დერ ლაიენის მწვანე პოლიტიკა შეცდომა და კატასტროფაა. ასე კარგავს ევროკავშირის საკუთარ ეკონომიკაზე კონტროლს. ის უკვე Deep State-ის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. ამიტომაც როცა საჭირო ხდება, უკრაინის ომშიც ყველას ერთად ჩააბავენ. ომის დაფინანსება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ყველასთვის სავალდებულო ხდება. საკუთარი მოსახლეობის ინტერესები სრულად უგულვებელყოფილია. ელექტროენერგია ძვირდება. ხელისუფლება სუბსიდირების ნაცვლად საკუთარ მოსახლეობას ურჩევს სიბნელეს მიეჩვიოს. აქაც მწვანეები აქტიურობენ. გერმანიაში ეკონომიკის მინისტრი მწვანე რობერტ ჰაბეკი იტყვის, რომ ცხელი წყლით ხშირი ბანაობა არ არის საჭირო და მოსახლეობამ აბაზანის გამოყენება უნდა შეამციროს. საფრანგეთში პრეზიდენტი მაკრონი ფრანგებს ენერგოდიეტისკენ მოუწოდებს. ლიფტი არ უნდა გამოიყენონ, ზედმეტად შუქი არ უნდა აანთონ, ეიფელი არ უნდა გაანათონ და ასე შემდეგ. ესპანეთის მთავრობა აკრძალავს კონდიციონერების გამოყენებას. მოქალაქეებს მოუწოდებს სითბო სახლებში ფანჯრებისა და კარის დაკეტვით შეინარჩუნონ. შვეიცარიული მედიის ცნობით მთავრობაში განიხილებოდა ცხელი აბაზანის აკრძალვა. თავიდან მოსახლეობა ამ მოწოდებებს გაგებით შეხვდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ევროკრატები ბრიუსელში და დიდი კორპორაციები ამ რეგულაციებს არ იცავდნენ. ამიტომაც ხალხში გაღიზიანება გაჩნდა. საზოგადოება მუდმივი სტრესით იღლება და ომის შეწყვეტას ითხოვს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი ევროკავშირის ტერიტორიაზე 2015 წელს ფიქსირდება, როცა Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრების გახსნას და მიგრანტების მიღებას უბრძანებს. საბაბად სირიაში მიმდინარე ომი სახელდება. ამ სატყუარას ევროპელებისთვის პროპაგანდა მაშინაც სახელდახელოდ მოამზადებს. იტყვის, რომ ომს გამოქცეულ ტოლვილებს, ქალებს და ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება, ადამიანური თანაგრძნობა და ნუგეში სჭირდებათ. ვინ შეიძლება იყოს წინააღმდეგი? არავინ. 2015 წელს სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან ევროკავშირში 1.5 მილიონზე მეტი მიგრანტი შედის. მათ შორის მხოლოდ ბავშვები და ქალები არ არიან. არიან კრიმინალებიც და რადიკალური ელემენტებიც. ყველაზე მეტად დაზარალდა გერმანია, შვედეთი, ავსტრია, უნგრეთი და საბერძნეთი. 2016-2021 წლებში ახალი გზები იჭრება და ევროკავშირს უკვე აფრიკის ქვეყნებიდან უტევენ, საჰარის რეგიონის ქვეყნებიდან. ათასობით აფრიკელი ლიბიაში ან ალჟირში გადადის. იქიდან კი ზღვით იტალიას, მალტას ან ესპანეთს აღწევს. 2022 წელს ომი იწყება უკრაინაში და ევროკავშირში ჯამში 8 მილიონი უკრაინელი ხვდება. აქაც ყველაზე მეტად გერმანია ზარალდება. 2015 წლიდან დღემდე მის საზღვარს 8 მილიონი მიგრანტი გადაკვეთს. მათი შენახვა გერმანიის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. მათი ინტეგრაციის პროცესი სრული კრახით სრულდება. ბევრს არც მუშაობა სურს და არც ენის სწავლა. მთავრობის დახმარებაზეც თავს კარგად გრძნობს. ვისაც მეტი სურს, ის გერმანიის მოქალაქეებს ქუჩაში თავს ესხმის და აყაჩაღებს. კრიმინალი იზრდება, დემოგრაფიული სურათი იცვლება. ქვეყანაში ცხოვრება და ქუჩებში ან თუნდაც ცენტრალურ პარკებში სიარული უსაფრთხო აღარ არის. ევროპაში პრობლემას ქმნის მიგრაცია
ამერიკაში პრობლემას ქმნის სწრაფი მიგრაცია. ამერიკისთვის გამოწვევა არის ნაკადის სიჩქარე და ევროპისთვის თავისთავად მიგრაცია როგორც პრობლემა ელინისა და ბარბაროსის. ანუ ისევ დადგა ევროპის წინაშე ეს პრობლემა ელინისა და ბარბაროსის. რომი რამ დაანგრია? რომი დაანგრია არა ბარბაროსებმა, არამედ იმ ბარბაროსებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს ელინიზაცია. შვედეთი, ევროკავშირის სამაგალითო ქვეყანა, სიმშვიდისა და კეთილდღეობის ეტალონი, სოციალური კრიზისის სინონიმად იქცევა. 2015 წელს მიგრანტთა კრიზისის პიკზე შვედეთი 160,000-ზე მეტ მიგრანტს მიიღებს. ყველაზე მეტს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით ევროკავშირში. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სტეფან ლიოვენი იტყვის: ჩვენ არ შევწყვეტთ იმ ადამიანების მიღებას, ვინც გაჭირვებაშია. თუმცა დღეს ხელისუფლება თავად არის გაჭირვებულ მდგომარეობაში. მიგრანტებით დასახლებულ 60-ზე მეტ უბანს პოლიცია ვერ აკონტროლებს. მიგრანტები კრიმინალურ ბანდებს ქმნიან, ხშირად ეთნიკური ნიშნით და ადგილობრივებს უსწორდებიან. ხშირია ძარცვა, ჩხუბი, სროლა, აფეთქებებიც კი. შვედეთი დღეს ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ ქვეყნად არის აღიარებული. 2022 წელს 60-ზე მეტი განზრახ-მკვლელობა დაფიქსირდა. 15-30 წლამდე ახალგაზრდებში სროლების მაჩვენებელი 5-ჯერ აღემატება დანიის ან ნორვეგიის მონაცემებს. 2023 წელს შვედეთში 100-ზე მეტი აფეთქება მოხდება. ინტეგრაციის პროცესი აქაც კრახს განიცდის. ქვეყანას სერიოზული დემოგრაფიული კრიზისი აქვს. საფრანგეთის ხელისუფლება პარიზის გარეუბნებს ვერ აკონტროლებს. კრიმინალური ვითარება აქაც იძაბება. შეიძლება ითქვას, რომ გამონაკლისი არ არსებობს. კრიზისი ყველგან სულ უფრო და უფრო მწვავდება. ევროპელები უკვე დიდი ხანია საზღვრების ჩაკეტვას და მიგრაციული ნაკადების გაკონტროლებას ითხოვენ. ბოლო წლების არჩევნების მთავარ პრობლემად ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მიგრაცია სახელდება. და აქაც ძალიან გვიან გამოჩნდება, რომ ეს კრიზისიც ხელოვნურია. ბავშვებისა და ქალების დახმარება მხოლოდ პროპაგანდისტული ტრიუკია. 2025 წლის 20 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში ჩადის და გერმანიის საკონსულოს გახსნაზე სირიელებს მოუწოდებს ჩავიდნენ და იცხოვრონ გერმანიაში. არადა სირიაში ომით დასრულდა და ასადიც. მიგრანტების მიღების სურვილი კი ქალბატონ ბერბოქს ამ მწვავე კრიზისის ფონზე რატომღაც მაინც რჩება. გამოდის, რომ მიგრაციას ომთან და ჰუმანიტარულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. გერმანია არის ქვეყანა არც თუ ძლიერი შობადობის მაჩვენებლით. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მიგრანტები, სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. Deep State-ის მთავარი ამოცანა ევროპის იდენტობის განადგურება, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და პოლარიზაციის გაჩენაა. რა თქმა უნდა, ევროპელები მაშინ ვერ ხედავდნენ, რა იდგა ასეთი ჰუმანიზმის უკან. თავიდან მართლა სწამთ, რომ ომით დაზარალებულებს ეხმარებიან. სინამდვილეში კი ეს ის ხელოვნური კრიზისია, რომელმაც ევროკავშირს ფუნდამენტი უნდა გამოაცალოს. თუ იდენტობა წაიშლება, ცივილიზაციაც დასრულდება და ქრისტიანულ ღირებულებათა სისტემაც. თუმცა ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ ცალკე გეგმა იმუშავებს. Deep State-ის დაკვეთით ევროკომისია და ევროპარლამენტი ათასობით LGBT არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს, ხშირად პირდაპირ ბიუჯეტიდან. გამოქვეყნდება LGBT ლობის სტრატეგია. ბრიუსელი წევრ ქვეყნებს დაავალდებულებს შეცვალოს კანონმდებლობა, დაუშვას ერთსქესიანთა ქორწინება, მისცეს მათ შვილად აყვანის უფლება, გაუხსნას კაბიან მამაკაცებს საბავშვო ბაღები და სკოლები. LGBT დღის წესრიგის დაფინანსებაზე სოლიდური თანხები იხარჯება. გრანტებს პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები იღებენ. ზეწოლა უნდა მოახდინონ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლებზე. იყიდონ მათი მხარდაჭერა ან შანტაჟით აიძულონ ხმა LGBT+-ების სასარგებლო კანონებს მისცენ. ვინც წინააღმდეგობას უწევს ისჯება. უნგრეთს მაგალითად ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის საბაბით 10 მილიონი ევროს დაფინანსებას უჩერებენ. დემონსტრაციულად სჯიან. სხვებმა რომ ურჩობა ვერ გაბედონ და ეროვნული ინტერესების დაცვის ცდუნება მარსლიოთ. საქართველო, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთვება, რა თქმა უნდა, ასევე განიცდის ზეწოლას. ხელოვნური კრიზისები უცხო არც ჩვენთვის არის. ეკონომიკურად რომ დავსუსტდეთ, ბრიუსელი ჩვენთანაც აფინანსებს არასამთავრობოებს. ისინი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.
ეკონომიკური ზრდა ხომ პირველ რიგში სწორედ დამოუკიდებელ ენერგოპოლიტიკაზე დგას. ევროკავშირში ეს სისტემა მოარყიეს და ბუნებრივია სურთ რომ არც ჩვენ შევქმნათ. მუდმივად სხვების წყალობაზე რომ ვიყოთ დამოკიდებული და იოლად გვმართონ. ბრიუსელი სოლიდურ თანხებს რიცხავს LGBT ფერადების დასაცავად, ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ და რაც მთავარია, განსაკუთრებულად იხარჯებიან რევოლუციური პროცესის ასაგორებლად. უნგრეთის მსგავსად არც საქართველოს ძლიერი სუვერენიტეტი ხიბლავთ. ამიტომაც ხან სანქციებით გვემუქრებიან, ხან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით, ხან ინტეგრაციის პროცესის დაპაუზებით. არ აღიარებენ არჩევნებს, არ მოსწონთ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა ბრიუსელის დღის წესრიგს. იცავს მშვიდობას და არ მიდის ომზე. იცავს ეკონომიკას და არ აწესებს სანქციებს. იცავს ეროვნულ იდენტობას და არ ღებულობს LGBT პროპაგანდას. ამიტომაც ყველა შანსს იყენებს იმისთვის, რომ აქაც ხელოვნური კრიზისები შექმნას. ხალხის უკმაყოფილება გამოიწვიოს და ეს უკმაყოფილება საკუთარი მიზნებისთვის მართოს. ეს მიზანი კი სახელმწიფო სისტემის მოშლა და მისი კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლებაა. საქართველოს ქონდა შანსი, აქვს შანსი და ექნება შანსი პატარა საქართველოს ამ ყველაფერს გამოუცხადოს ბრძოლა და ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს. გაიმარჯვოს იმით ზუსტად, რაც დაანგრიეს ევროპაში, რასაც ანგრევდნენ ჩვენთან წლების განმავლობაში. იმაზე კარგი რეცეპტი, რამაც შეიძლება არ დაუშვას Deep State-ის და მისი კორპორაციული მმართველობის შემოსვლა საქართველოში, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ საზოგადოებას ვურჩიოთ. ეს არის ქვეყნის გარშემო, სარწმუნოების გარშემო, ჩვენი ტრადიციების გარშემო, წინაპრების გარშემო, ოჯახური ფასეულობების გარშემო მაქსიმალური მობილიზაცია და გაერთიანება. ასე რომ ხელოვნურ კრიზისებს მხოლოდ დივერსიული ხასიათი არა აქვს. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ დემოკრატიული წყობა ვერ პასუხობს მათ გამოწვევებს. არჩევნების გზით მათი პრობლემები არ წყდება. მაგალითად, აირჩიეს გერმანიაში ახალი ხელისუფლება. შოლცი გაუშვეს, იმიტომ რომ კრიზისებს ადეკვატურად ვერ უპასუხა. მაგრამ მერცის მოსვლით არაფერი შეიცვალა. უკრაინის ომს ბერლინი ისევ მხარს უჭერს. უკონტროლო მიგრაციას ისევ ახალისებს. და მაშინ რა სარგებლობა მოაქვს დემოკრატიას ან ამარჩეულ მთავრობას თავისი სახელმწიფო სტრუქტურებითა და სისტემით? არავითარი. გუკარნახობს პასუხს კურტის იარვინი და ყველა კრიზისის გასაღებად კორპორაციული მმართველობის დამყარებას გვთავაზობს, სადაც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს. არავითარი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. დემოკრატია მათ უკვე ძალაც დაკარგეს და ეფექტიც არა აქვთ. ამ ილუზიასაც მომხიბლავი თეზისებით აფორმებენ. ირწმუნებიან, რომ ყველა საკითხს მხოლოდ ეს ერთი პირი მოაგვარებს. იმედი აქვთ, რომ დავიჯერებთ და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის სრულად ლეგალიზებას მოვახდენთ.